Საუბრობთ პირდაპირ ეთერში სტუმრებთან ერთად, მანამდე მე შეგახსენებთ, რომ 4 თებერვალს კინოთეატრ ამირანში შედგა ჩვენება ნინო ყოლანდარიას ფილმის სახელწოდებით ორი სამშობლო. სწორედ ამ ფილმზე უნდა ვისაუბროთ დღეს ჩვენთან სტუმრებთან ერთად. ფილმის ავტორი და რეჟისორი ნინო ყოლანდარია და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე ჩვენი სტუმრები არიან. შევახსენებთ მაყურებელს იმასაც, რომ ფილმის ჩვენება მოეწყო დიასპორის სამინისტროს მხარდაჭერითა და თანადგომით, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მათ. და ფილმი ეხება ქართულ ებრაულ ურთიერთობებს. მეც ვნახე ეს ფილმი ნინო და მინდა ჩემი შთაბეჭდილება მაყურებელს გაუზიარო და თქვენს მოგახსენოთ. საოცრად ემოციური, ამაღელვებელი ფილმი არის, ფილმი რომელიც იწყება ებრაელი ერის ისტორიის შეხსენებით და უკვე მთავრდება ბოლოს აი ცოცხალი ურთიერთობების ჩვენებით, რაც ქართველთ და ებრაელ ერს დღემდე აქვთ და აი იმ საოცარი შეხვედრებით მრავალწლიანი განშორების შემდეგ მე პირადად მაქვს გამოცდილება, მაქვს ურთიერთობა ქართველ ებრაელებთან. ძალიან მიყვარს ისინი და ჩემთვის იყო ძალიან ემოციური, ამიტომ ერთ-ერთი ჩემი ახლობელი ქალბატონი ნანა შაბათაშვილი დავარი ასევე არის ფილმის მონაწილე. ჩემი მეზობელი და მათი გაცილება შემდეგ შეხვედრა ეს ყველაფერი მე თვითონ მაქვს გამოცდილი, ამიტომ რამდენიმე ადგილას თვალზეც რემლიც კი მომადგა. დიდი მადლობა ნინო ამისთვის. და რა მინდა გკითხო. აი თვითონ თუ ხართ კმაყოფილი როგორც ავტორი შედეგით რაც დადგა და როგორი გამოხმაურება ჰქონდა ფილმს? მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. მიხარია, ძალიან მიხარია, რომ მაყურებელმა მიიღო ეს ფილმი ისეთი, როგორიც არის. ფილმი მოიცავს ებრაელი ერის ისტორიის ყველა საფეხურს. მასში არის ებრაელი ერის ისტორია, მისი წარსული და დღევანდელობა ქართულ ებრაული ურთიერთობების სახით. მე განსაკუთრებული მადლობა მინდა უთხრა ჩემს ძვირფას ოპერატორს მიშა მანდარიას იმ ერთგულებისთვის, რომელიც დღემდე მომყვება მისგან და მაღალი პროფესიონალიზმის თქვენ ნანახი გაქვთ ეს ფილმი და ნახეთ როგორი კადრებია იქ. ასევე ამ ტელევიზიას ერთსულოვნებას, რომელსაც ასე ვთქვათ, ფრთები შეასხა ჩემს აი ამ ოცნებას მემუშავა ამ პროექტზე. მე არ მაქვს რა თქმა უნდა იმის ამბიცია, რომ შევქმნი რაღაცა შედევრი, მაგრამ ვამაყობ იმით, რომ ეს იყო ჩემი პირადი იდეა და სურვილი ამ პროექტზე მუშაობა. ბატონ გელასთანაც გადავინაცვლებ შეკითხვით. პირველ რიგში მადლობა მოგზაურობისთვის. ბატონ გელა, ეთერს მიღმა ქალბატონ ნინო თქვენ მადლობას გიხდიდათ და მე ვთხოვე რომ ეს პირდაპირ ეთერშიც შეეძლო უბრალოდ შევახსენე. მაგრამ მანამდე მე გკითხავთ ვიდრე ალბათ ქალბატონ ნინო გადაგიხდით მადლობას იმ თანადგომისთვის, რომელიც თქვენ გაუწიეთ მას. და დიახ, აი ამ წვლილისთვის ზოგადად რომ გკითხოთ, თქვა აი რამდენად მნიშვნელოვანია თქვენ როგორ აფასებთ აი ამ ძალიან მნიშვნელოვანია ეს. აი როგორც ჩვენი მხრისთვის, ასევე მათი და აი ზოგადად აი ამ ურთიერთობებისთვის. მოგახსენებ. თემატიკა ქალბატონ ნინოს ფილმის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამაზე მეტყველებდა თვითონ პრემიერა არა მარტო თბილისში, არამედ ისრაელში, სადაც გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. და ეს ხალხმრავლობა, რეალური გულწრფელი ინტერესი რაც ფილმმა გამოიწვია. მოგეხსენებათ, რომ შარშან იყო ქართულ-ებრაული ურთიერთობის და მეგობრობის 26 საუკუნის სადმე მიძღვნილი რიგი ღონისძიებები, კონგრესები, ფორუმები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიმდიდრე არის ებრაელ ხალხთან მეგობრობა და ჩვენი ქართველი ებრაელები, ჩვენი მეგობრები, რა ვიცი მე, უნიკალური ურთიერთობა ბატონი ჯამრეთ ხუხაშვილი მინდა გამოყო. ბატონი მერაბ სეფაშვილი, იდეალური ურთიერთობა გვაქვს, ჩვენთან არიან საკონსულტაციო საბჭოს წევრები, ყოველთვის გვაქვს მიმოსვლა ურთიერთობა და ეს სიბრძნის კულტურის ურთიერთგაცვლის პროცესი. ასე რომ თვითონ თემატიკა, რაც ქალბატონმა ნინომ დიდი წვალებით და გარჯით წარმოაჩინა საუკეთესო ფორმატში ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი მხრიდან ძალიან მისასალმებელია. ქალბატონ ნინო, ჩვენ კი გვისაუბრია ამ სტუდიაში, აი ამ ფილმების და აი ამ სერიის შესახებ, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ შეახსენოთ ტელემაყურებელს, თქვენ თქვით რომ რაღაცა ერთგვარი ფრთები შეესხა აი ამ თქვენ ოცნებას და ამ იდეას. აი რატომ გაგიჩნდათ, თქვათ, რატომ დაინტერესდით ამ თემით და რამდენ დიდხანს მწიფდებოდა, თქვათ, აი ეს სათქმელი, რაც საბოლოო ჯამში აი ამ ფილმების სახით გაცოცხლდა.
ბევრჯერ ითქვა ამის შესახებ და უკვე მართლაც იმიჭირს უკვე აი ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. არ ვიცი, აი ძალიან ჩვეულებრივად ერთმშვენიერ დღეს დილას გავიღვიძე და უთხარი საკუთარ თავს ვიმუშავებ ქართულ ებრაულ ურთიერთობებზე. და თავიდან მინდოდა ერთი გადაცემის გაკეთება, მაგრამ როცა დავიწყე მუშაობა, უკვე დავკარგეთ დროის შეგრძნება და გადავედი იმ წარსულში და მოვედი აქამდე. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მომიყვანა აქამდე, ვინც დაეხმარა ამ ფილმის დასრულებაში, ვინც კადრებიც გვაქვს ფილმიდან. და ბატონო გელა, დიდი მადლობა თქვენ ამ ხარდაჭერისთვის, თქვენს მოადგილეს ბატონ მუხრან გულაღაშვილს აი ასეთი მხარდაჭერისთვის და გულისხმიერებისთვის. დიახ, ბატონო გელა, თქვენ უკვე ბოლოსკენ ჩაერთეთ, ხო, როგორც ვიცი, თუ თავიდანვე ჩართული იყავით? შეიძლება სხვადასხვა ეტაპებზე ვიყავით ჩართული. ალბათ ნინო ჩვენი ხშირი სტუმარია, ჩვენ ძალიან ვაფასებთ მასთან ურთიერთობას და ყველა ეს ჯანსაღ პროექტში ვცდილობ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებიდან გამომდინარე რაღაც წვლილი მაინც მივიღოთ, ასე რომ დიდხანს გრძელდება დიასპორის სამინისტროსთან თქვენი ურთიერთობა და ყოველთვის მოგესალმებით და სასურველი სტუმარი ბრძანდებით. გარდა იმისა, რომ მინდა ვთქვა, რომ გარდა იმისა, რომ 4 თებერვალს იყო მხარდაჭერა დიასპორის სამინისტროსგან, ფილმის ამ ფილმზე მუშაობაშიც გარკვეული დახმარება გაუწია დიასპორის სამინისტრომ, ესეც მინდა აღვნიშნო. დიახ, ფილმის თემას კიდევ მივუბრუნდებით, დაბრძანებულია ჩვენთან ხატი ღვთისმშობლისა, სახელწოდებით ჩვენ ხარ ვენახი, მოდი შევახედოთ ტელემაყურებელს და აი ამ ხატის ისტორიაც რომ გითხრათ ბატონ გელა, მე როგორც ვიცი, ერთ-ერთ ტაძარში დაიდებს ის ბინას. ქაშვეთის ტაძარში გადაიწყება დღეს. პირველ საათზე, დიახ. ბატონო. აი გითხარით, თქვათ, რატომ გაგიჩნდათ ეს იდეა და მე მგონი თქვენი თანამშრომლების სურვილია ეს, ხო? სურვილი და მათი და ჩვენი სახსრებით არის შეძენილი ეს ხატი. შარშან 12-დან 18 ოქტომბრამდე ჩვენ ჩავატარეთ დიასპორული კვირეული. სხვადასხვა თემატიკა იყო, როგორც დიასპორული ინვესტიციები, ასევე კულტურა 1924 წლის აჯანყებისადმი მიძღვნილი კონფერენციები თბილისში და ჭიათურაში და სხვადასხვა ღონისძიებად. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ამ კვირეულისა იყო დიასპორული მარათონი, რომელიც ჩვენ მიუძღვენით ქართული დიასპორის სულისკვეთებას და ძალისხმევას და ასევე მოვაწყეთ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ეს მინი მარათონი. მარათონი დაიწყო უკრაინის საელჩო სეზონში ვაკეში და დაამთავრდა თავისუფლების მოედანზე. დაახლოებით 70-მდე ადამიანმა ირბინა, მათ შორის იყვნენ ჩვენი სტუდენტები საინგილოდან, იყვნენ ფერეიდნელი ჩვენი მეგობრები, ეგრევე უკრაინელები და ყველამ ერთად ვირბინეთ ეს მარათონი უკრაინის მხარდასაჭერად და ფინიშზე დაგვახვედრეს ჩვენს თანამშრომლების მიერ შეძენილი ეს მშვენიერი ხატი და იმ დღეს მომივიდა ასეთი იდეა, რომ აი დიასპორას გვინდა, ჩვენი ძალიან გულწრფელი სურვილია, რომ მას დაერქვას დიასპორის მფარველი, უცხოეთში მცხოვრები ქართულ თანამემამულეთა მფარველი ღვთისმშობლის ხატი. და ყველა ადამიანი, უამრავი ადამიანია მილიონზე მეტი გასული საქართველოსდან და მინდა რომ მათი მშობლები, ბებიები, ბაბუები, მეზობლები, კეთილსყოფლები მივიდნენ ამ ხატთან და აღავლინო ლოცვა მათთვის, ანუ ჩვენი თანამემამულების კეთილდღეობისათვის. და დღეიდან იქნება ქაშვეთში დაბრძანებული. დღეიდან იქნება დაბრძანებული ქაშვეთში. დიახ, და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ქაშვეთის წინამძღვარს მამა გიორგი ზვიადაძეს, რომელიც შუამდგომლობა გაგვიწია, რომ ასე ჩქარა და ლამაზად გაკეთებული იყო ეს ყველაფერი და ჩვენ მშობლიურ ეკლესიას ზოგადად რომ ეს დაიდევს ბინას ეს ხატი და ჩვენც მათ შორის დიასპორის სამინისტროს თანამშრომლებს თხოვე რომ ყოველთვის მათაც იცოდნენ მისი ადგილმდებარეობა, მივიდნენ და ილოცონ ჩვენს დიასპორაზე, იმიტომ რომ ამის გათავისების გარეშე არანაირი ბიუროკრატიული ორგანიზაციის შესაბამის პროფილის არსებობას აზრი არ აქვს. ჩვენ თუ ყოველდღე არ ვიფიქრეთ მათ პრობლემატიკაზე და არ განვიცადეთ ყველაფერი ის რაც ხდება. ფილმის პრემიერა შედგა 4-ში. 4-ში, ხო? აი სატელევიზიო პრემიერა თუ იგეგმება, ნინო და როდის თქვათ, რომ ფართო საზოგადოებამაც ნახოს? ჯერ არ ვიცი, მე უბრალოდ ერთი ინფორმაცია მაქვს ის, რომ ძალიან მალე ახლო მომავალში იგეგმება
ებრაულ მუზეუმში, რომელიც გაიხსნა 26 საუკუნის იუბილეზე, ბატონების ჯამბეთ ხუხაშვილის და გიორგი ღამბაშიძის ინიციატივით ამ ფილმის კიდევ ერთი ჩვენება. აი ამის შემდეგ ასევე დაგეგმილი არის თელ-ავივში ჩვენება კიდევ ერთხელ ისეთი ჩვენება ეს როდისთვის შეიძლება ისიც ალბათ ახლო მომავალში და ვისი მხარდაჭერა იქნება ამჯერად ალბათ საქართველოს საელჩოს ეგიდით გასაგებია. ნინო, აი თქვენ თქვით რომ ბევრი ისაუბრეთ უკვე ამ ფილმის გარშემო და სათქმელია უკვე ფილმი არის თქვენი სათქმელი და ვთქვათ დაბატებას აღარ აპირებთ, მაგრამ მაინც აინტერესოა 6 ჯერ იყავით ისრაელში ხო გადაღებების პროცესის განმავლობაში და აი თქვენი შთაბეჭდილებები ვთქვათ როგორ მიმდინარეობს არ ყოფილვარ გადაღებებზე საერთოდ ხარ 6 ჯერ გასაგებია თავიდან მოსავლოცად ალბათ ხო წმინდა მიწაზე და აი როგორ მიმდინარეობდა გადაღებები ვთქვათ თვითონ იქაური მოსახლეობისგან როგორი იყო დამოკიდებულება ხელშეწყობა რამდენად ჰქონდათ აი ეს ყველაფერი საინტერესოა გადაღებები მაინც ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ მე არ მქონდა ის ფუფუნება, ესეთი გახსნილი გზა, ძალიან წვალებით მოვედი აქამდე და იცით ეს და ბევრჯერ თქვა ამის შესახებ, მაგრამ ნუ მაინც აი ღმერთის წყალობით მოვედი აქამდე და მართლა არ უჩივი არაფერს, ეს ყველაფერი ის წვალება, ის ტკივილი, ის განცდა დღეს ყველაფერი მეჩვენება ძალიან ლამაზად. ისრაელში შემცვლელი ფაქტორები იყო, თქვათ ის რაც ნუ ყველაფერი არის ეს ფინანსურ იცით ალბათ და ამის გარეშე არ ხდება. ერთადერთი ეს მეტი არაფერი. მაგრამ ყველაფერი კარგად ჩამთავრდა, ყველაფერი მადლობელი ვარ ღმერთის. ისრაელში მცხოვრებ ქართველ ებრაელებს ძალიან დიდი მადლობა მათ არაერთხელ გიმასპინძლეს აი სითბოსთვის, რომელიც მოგყვებოდა ყოველთვის მე და ჩემს ოპერატორს მიშა მანდარიას და არც ქონდა იმის შეგრძნება რომ როცა ვიყავით იქ ისრაელში ვიყავით უცხო ქვეყანაში აი ეს ისეთი შეგრძნება ქონდა რომ ვიყავით ჩვენს ნათესავებთან ახლობლებთან მე მინდა აუცილებლად აღვნიშნო თქვენ ნანახი გაქვთ ეს ფილმი და აი ეს არაჩვეულებრივი მუსიკა რაც ამშვენებს ამ ფილმს ეს გახლავთ არაჩვეულებრივი ადამიანის დიდებული კომპოზიტორის ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელის ბატონ სოსო ბარდანაშვილის მუსიკა და მადლობა მას იმ უანგარო დახმარებისთვის. კეთილი. საერთოდ აი ფილმის ყურების შემდეგ ესეთი სურათი იხატება რომ ქართველი ებრაელები საქართველოში თითქმის აღარ ცხოვრობენ. ისინი უკვე სამშობლოში არიან დაბრუნებულები. ამის გამო მე ცოტა გული დამწყდა სიმართლე რომ მკითხრათ. თუმცა ეს ცოცხალი ურთიერთობა მისვლა მოსვლა შენარჩუნებულია. სხვათა შორის ეს არის ძალიან ისეთი სამაგალითო. მე მქონდა ურთიერთობა ისრაელში სხვა ქვეყნიდან ჩასული ადამიანებთან ფილმშიც არის ეს. აი საფრანგეთიდან, რუსეთიდან, პოლონეთიდან და ისინი ყვებიან აი იმ არასასიამოვნო მოგონებებით არიან, როგორც ცხოვრობდნენ ისინი იმ ქვეყანაში. და ნუ აქ ფილმში არის პარალელებს ვაკეთებ, როგორც ცხოვრობდნენ ქართველი ებრაელები საქართველოში. ანუ მთავარი ამოსავალი წერტილი აი ამ ფილმში აი ეს არის ანტისემიტიზმის თემა, რომელიც საქართველოში არასოდეს ყოფილა. დიახ, აი ფაქტიურად ეს არის ამ ფილმში. დიახ, სამოილ გეგმებიძე მოგვიანებით კითხავთ, მანამდე ბატონ გელა სტუმრობით ვისარგებლოთ ჩვენ სტუდიაში და ბატონ გელა მოკლედ რომ გითხრათ, თქვათ აი გეგმების შესახებ წელი ახალი დაწყებულია, რისი განხორციელებას თქვათ გინდათ 2015 წლის განმავლობაში თქვენ სამინისტროს. სამინისტროში მიმდინარეობს ძალიან ბევრი პროგრამა. მაგრამ ყოველდღიურობით ჩემს თანამშრომლებს რომ თავარი არის რომ შექმნათ კონკრეტული სოციალური პროდუქტი, ანუ ის ფორმატი, რომელსაც იგრძნობს ყველაზე შორეულ ქვეყანაში მყოფი ქართველი. მისი გული, მისი აი დღევანდელი ჩვენი მცდელობა ხატის გადაცემის ეს არის გზავნილი მათთამი რომ ჩვენ მათ ფიქრობთ, ლოცულობთ და გვინდა რომ მათაც კონდეს კონკრეტული ადგილი, სადაც ჩამოვლენ და მათი ნაცავი მივლენ. აი გზავნილი არის მათი გულებისადმი.
დღევანდელი ხატის გადაცემა. გარდა ამისა, უამრავ თემაზე მუშაობთ. მაისის ბოლოს გვინდა გავაკეთოთ პირველი პროფესიული დიასპორული კონგრესი, რაც ნიშნავს, რომ მოგეხსენებათ სამწუხაროდ სხვა ქვეყანაში შეინიშნება პოლიტიკურ ნიადაგზე დაპირისპირება, ხალხი ებუტება ერთმანეთს, რაც ცოტა ჩემთვის გაუგებარი არის და მე მინდა ეს უზარმაზარი ენერგია გადმოვიტანოთ პროფესიულ ჭრილში. შევქმნათ ისეთი ფორმატი, სადაც კონფერენციის გახსნის შემდეგ ამ კონგრესის წარმოჩენილი იქნება სამუშაო სივრცეებში. უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმები, ინჟინრები, არქიტექტორები, ხელოვნების მუშაკები, წინამძღვრები ეკლესიათა, იმიტომ რომ ეკლესია უცხოეთში ქართული გადაიქცა ბუნებრივ თავშეყრის ადგილად. კი, შემსრულებლები, მომღერლები, უზარმაზარი მასა არის და ესენი დავსვათ და სამუშაო სივრცეში პანელს რო ეძახიან, ვამუშაოთ და გავახვედროთ ადგილობრივი სპეციალისტები. ყველა წლევანდელი ღონისძიების ეს გაზდევს ესეთი ჩვენი მოსაზრებით ძალიან ნორმალური სიტყვა, გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს. ძალიან სხვადასხვანაირად აზროვნებს და ფიქრობს იგივე ებრაული დიასპორა, იგივე სომხური დიასპორა და მე მინდა რომ უფრო სამშობლოსკენ მომართული იყოს ეს ენერგია და ამ შემთხვევაში ჩვენ გადაწყვეტეთ რომ პროფესიულ ჭრილში ამის მოგვარება შეიძლება. წარმატებებს გისურვებთ, ნამდვილად შესაძლებელია ამის მოგვარება და ბოლოს რომ გითხრათ კავტონინო, თუ მუშაობთ ახლა რამეზე ან თუ გეგმავთ თქვათ მომავალში კიდევ რაიმე შინაარსის სხვა მუშაობ ახალ პროექტზე დავიწყე უკვე მუშაობა. ისევე ებრაულ ქართულ ურთიერთობებზე. არა, ეს არის ქართულ ბერძნული ურთიერთობები, უკვე გადაღებების დაწყებული მაქვს და იმედი მაქვს ისეთივე წარმატებული იქნება როგორც ეს ფილმი. წარმატებებს გისურვებთ, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მაყურებელიც ალბათ ერთსულოვნების მაყურებელიც მალე ნახავს ამ ფილმს, დარწმუნებული ვარ. შევახსენოთ მაყურებელს, რომ ნინო ყოლანდარია ავტორი ფილმისა ორი სამშობლო და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ბატონი გელა დუმბაძე საუბრობდნენ განთიადის სტუდიაში.